რამდენიმე შემთხვევა მქონდა, რომ ადამიანი ვთქვათ წინა მოგზაურობაში იყო ანგელოზი, მას ებარა კონკრეტული ადამიანი და ასეთი ტრავმირებული, ასე ვთქვათ, მომენტი ჰქონდა, რომ პირველ რიგში აქაც უნდა და ყველას და ყველაფრის გადარჩენა და დახმარება და ეს რაღაცა ჩაჭედილი ტრავმა ჰქონდა, რომ იქ მაშინ ვიღაცას ვერ მიაწვდინა ხმა. ეგეთი რაც შესაძლებელი არის, რომ ეხლა შენ ახსენე ანგელოზი იყო და ადამიანი გახდა. დედამიწა საერთოდ ჩემი გამოცდილებით ისეთი სცენა, სადაც აბსოლუტურად ყველანაირ სულს შეხვდები. ყველა ერთდროულად ვერ გაიაზრებს, მაშინ ეს თამაში იშლება. და თავისი წესები აქვს ყველაფერს ისევე როგორც არ ვიცი ნებისმიერ სისტემას, ნებისმიერ ქვეყანას ხო ის დადგენილი წესია, რაც არის ვთქვათ ნორმა და სხვა არის. აი ჩვენთან რაც არის ნორმა მაგალითად რომ როგორ მრავლდებით, თუნდაც ხო, რომ აკრძალულია, თუნდაც და დიდცოდვად დიდი ცოდვად ითვლება, ვთქვათ, ოჯახის წევრებთან, ვთქვათ, რაღაცა სექსუალური კონტაქტი არის ადგილი, სადაც ესე მრავლდებიან. აბსოლუტურად ყველას გაგება და ყველას მიღება და ყველაფრის, ასე ვთქვათ, ხო, მიღება შეიძლება.